დღეს დილით 7 საათზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გაგარინის ქუჩაზე მდებარე 200 კვადრატულ მეტრზე განლაგებული საწყობი მთლიანად განადგურდა. დამწვანია სასოფლო-სამეურნეო და სამეურნეო დანიშნულების დაახლოებით $1 მილიონი ღირებულების ტექნიკა. ხანძრის ლოკალიზებას სამაშველო სამსახური 5 ეკიპაჟი ცდილობდა, თუმცა იმის გამო, რომ საწყობში დიდი რაოდენობით პროდუქცია იყო, ხანძრის ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა. როგორც პროდუქციის მფლობელი ედუარდ ფუტკარაძე აცხადებს, საწყობი 20 დღეარად დაკეტილია. დაზარალებული ხანძრის განზრახ გაჩენის ფაქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს. ფუტკარაძის განცხადებით, მას პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონია. Ჩვენ გვქონდა სასოფლო-სამეურნეო და სამეურნეო ინვენტარი. პროდუქციის მოცულობა საკმაოდ დიდი იყო, დიდია, ყოველ შემთხვევაში ჯერ ზარალი დათვლილი არ არის. მაგრამ რამე კონკრეტული ვერსია, რომ თუ რამ გამოიწვია, მიწის ამის თქვა ძალიან, თუმცა დღეს აქ არის მობილიზებული ყველა სამსახური, ყველა კომპეტენტური ორგანო და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ დაიდება სერიოზული და ჭეშმარიტი დასკვნა. დილის 7 საათსა და 5 წუთზე შემოვიდა შეყრობინება, იმავდროულად გავიდა სახელმწიფო სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი. 8 საათსა და 30 წუთზე ხანძარი ლოკალიზებული იყო, ამ დროისათვის მიმდინარე ცალკეული კერების სათრობა. ზარალი ძალიან დიდია, ხანძარი იყო 200 კვადრატულ მეტრზე არსებულ საწყობში, სადაც საქონელი პირთამდე იყო გამოტენილი მთლიანად და ხანძრის ჩაქრობის გართულება ამას მოყვა. შემდეგ დამატებით მოიძიეთ 2 ტრაქტორი, რომ შევძენით კედლების გაუნტრევა და უახლოეს წუთებში უკვე ხანძარი ჩამქრალი იყო.